იო, გამარჯობა კენდია თქვენთან, მოკლედ Bloxfruit-ში გამოვიდა კიდევ ერთი განახლება დრაკონის შემდეგ. ეხლა გვაქვს სახალწლო ევენთი, მოკლედ, სახალწლო ევენთი გამოვიდა 8 წუთში სადღაც. დაიდრობება ფრუიტები და მაინტერესებს რა ფრუიტები ამოვა. ასევე იეტის ახალი ფრუიტი დაამატეს. აი ესე გამოიყურება ჩვენი იეტი. ნუ ჯერჯერობით არა მაქვს. ამ ვიდეოში ასევე გაზსაც განახებ დღეს გაზ ფრუიტი გამაკოტრეს. გაზ ფრუიტი ტრეიდით ვიშოვე. ამასაც გავტესტავთ. ასევე განვიხილავთ რა დაამატეს ამ ევენტზე, ამ სახალწლო ევენტზე ასე რომ ვთქვათ. სეილები დაამატეს, ანუ რაღაცეები, რამოდენიმე პერმები, ნუ როგორც ყოველთვის როგორც ახალ წელს შევიათ ხოლმე და დღეს იმასაც განვიხილავთ, ანუ ამ განახლებაში რეები დაგვიმატეს, ანუ limited accessory-ები დაგვიმატეს. განახებთ სად უნდა ვიშოვოთ მატერიალები იმისთვის, რომ ავიღოთ ეს limited item-ები. ამისთვის დაგვჭირდება კენდები. ანუ მე გჭირდებით. აი ესეთი კენდები დაგვჭირდება, რომლებიც უნდა მოვიპოვოთ, ასე რომ ვთქვათ. ხო. აი აგერ აი ამ კუნძულზე რომ მოვალთ, სახალწლო ევენთის კუნძულზე, ასე კი ვიცი ამ კუნძულს რა ქვია, bro. ხო. აი აგერ Santa Claus-ში. ამას დაველაპარაკოთ და აი Merry Christmas. ჩვენ გვაქვს limited item-ებიო, სპეციალური limited item-ები. აბა რეები აქვს. ესე იგი ელფის ქუდი, სანტას ქუდი და ეს არ ვიცი რა არის. Slate. 1000 კენდი უნდა. ხო, ეს წარმოდგენა არა მაქვს რა არის. 4 წუთში გამოიყრება ფრუიტები, მართლა მაინტერესებს რას დააგდებს, მაგრამ ხო ვიცი როგორი უიღბლოც ვარ, სპინით და რაღაც ეგეთებით დაიწყება. ხო, აქ ასევე აი ესეთი მეორე შოპიცა გვაქვს. Greedy Elfie, maybe. I got some candies. ჩვენ გვაქვს 39 კენდი, ესე იგი 200 ფრაგმენტი შეგვიძლია ავიღოთ 50 კენდით და 500 ფრაგმენტი შეგვიძლია ავიღოთ 100 კენდით. აჰა. აქ კიდევ ერთი NPC დგას, ესეთი მაგიური Elfie. Welcome to my shop. Ready to make some deal? Yes, I'm ready. 2x შეგვიძლია ავიღოთ stat refund და race roll-ი. აჰა. ანუ შეგვიძლია 2x-ი ავიღოთ, თუ ვინმეს ლეველის აწევა გჭირდებათ გამოგადგებათ. ასევე სტატებით შეგიძლიათ დაარეფუნდოთ და შეგიძლიათ race-ით შეიცვალოთ. ნუ მე არ ვაპირებ. დრაკონი მაქვს, არ შევიცვლი. ხო. და მოკლედ დაველოდოთ ახლა რა ამოვა, მეც მაინტერესებს. ამასობაში გაზ ფრუიტსაც გაჩვენებთ, რომელიც დღეს წვალებით ვიშოვე და გამატყავეს. აი ეკრანზე ნახავთ, რა საშინელი ტრეიდიც გავაკეთე. ვიცი რომ ლ არის, მაგრამ სხვა არ მქონდა. ძალიან მინდოდა ეს ფრუიტი. ასევე ემერთები აქვს სხვათა შორის ძალიან მაგარი, მაგრამ ანუ დიდ დემეიჯს ვერ აკეთებს რა, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია ჭირდება და დარწმუნებული ვარ ტრანსფორმაციით ძალიან დიდ დემეიჯებს გააკეთებს ეს ფრუიტი. აჰა, ემერთები აი ესეთია, ეს პირველი ზძალა, მოიცა განახებთ, აი ესე ტელეპორტირდება და ურტყავს. მერე აი ეს რაღაც ამაში ახვევს და ურტყავს, ასე რომ ვთქვათ. და შეძალები არ მაქვს ახსნით. და კიდე F ძალა თუ აი ესე წინ გამოუყენებთ, დემეიჯს უკეთებს. ანუ დიდ დემეიჯს ვერ აკეთებს რა. ტრანსფორმაცია არა მაქვს გახსნით, ტრანსფორმაციაც გავხსნათ და მაგრამ 1 წუთი დარჩა, ბევრი არ გამიფარმია, ძალიან ცოტა გუგუ გაგა. ბევრი არ გამიფარმია და მოკლედ 50 წამი დარჩა ფრუიტების ამოყრამდე. სანამ ამას ველოდებით, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება ჩემი გამოწერა YouTube-ზე და დაელოდეთ მეც საინტერესო ვიდეოებს. მადლობელი ვიქნები თუ გამომიწერთ და ამ ვიდეოსაც დალაიქებთ, ძალიან დიდი мотиваცია იქნება ჩემთვის და ძალიან დიდ ხალისს მომცემს, რომ კიდე უფრო და უფრო მეტი ვიდეო გადავიღო. ასე რომ დალაიქეთ და დატოვეთ ქვემოთ კომენტარებიც აუცილებლად. და იწყება. წავიდა. ჩამოვარდა დიდი საჩუქარი. და ვნახოთ, გაიხსენი ბიჭო. მალე. მე უნდა გავხსნო დაჟე? ოპა. What the fuck? ერთი ცალი, მე მეგონა სამ მოაგდებდა. აბა ხალხო, ნახოთ რა სამოგიგდებს, იმედია რაღაცა კაი იქნება.
ანუ შეგვიძლია დავდროპოთ story გავუკეთოთ ან გავხსნათ? ანუ ალბათ trade-ზე შეგვიძლია გამოვიყენოთ, არ ვიცი. გავხსნათ, მოდი. Opening gift და bro. დაგვიგდო საშინელი Falcon-ი. მუდაველოდოთ კიდე ერთ იქამდე, კაი იქნება რომ გასფრუიტი გავაძლიეროთ, ცოტა მოვხოდოთ რაღაცა იქითური და მეორეც გავხსნათ. მექნება ამჯერად მაინც ამოვაგდოთ რაღაც ამას მაინც წავიღებ, მოიგაგენ. ზედმეტი ფრუიტი ვისაწყეს. მოკლედ გავიდა ცოტა დრო ხალხო გავიდა. 4 წუთია დარჩენილი და ამასობაში ეს გაზის ჩვენი საყვარელი ფრუიტი ავიყვანეთ ძლივცლიობით 317 ლეველზე. რო ვთქვათ, გადასარევი ფრუიტია მეთქი. ანუ მოგატყუებთ, მაგრამ ანუ ნორმალური არის, ეხა მაგალითად აი ბუდას რო აიღებ და სპორტ სტატებით თამაშობ და რაღაცა რა, ანუ იმ ხრივ გამოგადგება რომ ფრუიტ სტატები გქონდეს და ჩათვალე ბუდა გაქვს რა. თავისი ემერთები აქვს, ტრანსფორმაციის დროსაც უფრო დიდი არის, რეინჯიც საკაიფოდ დიდი აქვს და ანუ კარგად შეუძლია მოთამაშეს ან NPC-ების წინდაუნგან გადათრებები რა. ხო და. ანუ კენდიებს რაც შეეხება Discord-ში, ანუ Bloxway-ის ოფიციალურ Discord-ში დაიწერა, რომ უნდა გაფარმოთო თქვენი ლეველისთან, ანუ მაგალითად თუ დამაქსული ხარ, თუ და გაფარმოთ უკვე ტიკიზე რა, ანუ წეღან არ ვიცი გაბაგული იყო ალბათ. იმიტომ რომ ხან პორტზე მაძლევდა და ხან სად რა. ხო და ეხლა რომ ბოლოს წავედი, აი კენდიები ცოტა გავფარმე ტიკიზე რა, ანუ ბევრი არა, просто ტესტის პონჩი და 3 სორვერს მაძლევდა რა. ხო და კენდიები გავფარმეთ ტიკიზე, ანუ სანამ ევენთი გავა მოასწარით, გავფარმეთ კარგად კენდიები და ხო აი ესეც გავარკვიე რა არის, ეს არის ციგა. აი ეს არის ციგა, ანუ სავარაუდოდ საახალწლო გემი იქნება რაღაც ეგეთი, ანუ ციგას ნიშნავს ეგ, საახალწლო ციგები რომ არის და სავარაუდოდ ეგ არის რა. просто აი ხა როგორი იქნება ვერ გეტყვით. ანუ ძველი იქნება ადრე რაც იყო თუ რამე ახალი მოიმასქნეს რა, არ ვიცი, ეგ უკვე არ ვიცი. ხო და მოკლედ ამ ფრუიტს რავი 10-დან შემიძლია 7 ან 8 დავუწერო რა, იმიტომ რომ რა ვთქვა, ეს ძალიან განსაკუთრებულია თქო მოგატყუებთ რა, ანუ არ არის ძალიან განსაკუთრებული ფრუიტი, მაგიტო არ ღირს, ასე რომ ვთქვა, ძალიან ბევრი რობუქსი, ანუ მითიკალია, ბევრი რობუქსი მაინც ღირს, 2500 რობუქსი, მაგრამ ეხა როგორც დრაკონი და ასე შემდეგ 5000 და 4000 არ ღირს, რა როგორც კიცუნე და დრაკონი. ასე თუ ისე კარგი ფრუიტია რა, ანუ აი ეს ძალებიც ძალიან კაი აქვს, ანუ დიდ რეინჯზე წვდება, ეს X-ი ძალა, აი ესე წინ რადიოს რაღაც სხივივით ისვრის და ერთი სიტყვით ჯინია ჩვეულებრივი ტრანსფორმაციით რა. იმენა ჯინი არის. იმედი ამჯერადაც დებილობა რაღაცებს არ ამომიგდებს. კაი იქნება ერთი რამე კაი დრაკონიან რამე კიცუნე რო ამოგიგდოს, ძალიან გაასწორებს რა. ან ახალი ვაფშე იეტი რო ამოაგდოს, ამზე გამისწორდება. და რა ვიცი, ახლო მომავალში ეტის შოქეისაც შემოგთავაზებთ რა, განახებთ რა შეუძლია, როგორი ძალები აქვს, ვნახოთ ვალუეებში როგორ იქნება, იმიტომ რომ 3000 რობუქსი ღირს ამ მომენტისთვის და სავარაუდოდ ლეოპარდზე ცოტა მეტი ვალუე ექნება რა. ახალი ფრუიტია და სადღაც ალბათ 100 მილიონამდე, 80 მილიონამდე ესე დაიჭერს რა. შეიძლება უფრო მეტიც დაიჭიროს რა, ვერ გეტყვით, ვნახოთ, დავეცადოთ რამოდენიმე დღე. და რამდენი ვალუე ექნება მაგასაც ვნახავთ რა. აჰა, დარჩა 15 წამი. რო აგახიეს? ერთმა ფოლოვერმა ამახია. დავაი 5 წამი ჩამოვარდეს ახლა გიგანტი 5. просто რატო არ მესმის რატო როცა იმაშვებიან როცა იწყება ივენთი რატო ესვრიან რაღაც გატნდება გონია რა ვიცი შენით უნდა გააო მეც ეგრე მეგონა თავიდან ვეს ვაყრიდი ყველაფერს რაც ხელში მომხდებოდა ვა ორი ცალი ამოვაგდო ახლა ერთი შენი ერთი ჩემი ხო მე ჩემის მომენტია ბიჭო გასთორება რატო არ შემიძლია მეთქი აქ სტორი აბა რატო აზარი გავსთორე the fuck გავსტორი ვაუ ახლა რა უნდა ვქნა ან სტორი შეგიძლია გავუკეთო სადაა ბიჭო ხადაო
ბოლოში იჩიტება. აბა გავხსნათ წავიდა და ფუშენ. გახსენი ვიდი. ნიქსლამო მაწაფაკბილა. არ თქვა, გახსენი. ვიდი გამიხსენი, ჩემ თვალწინ გახსენი. ნახოთ, ყველაზე ძირითი იდეა მომაკ. გახსენი. ეხო. აბა ნახოთ რა სამოუგდებს ხალხო მოიღბლო ადამიანს. I better. ვიდი. დაიბო. რას ლაპარაკობ? დისკესი ფუიტი დამიწყო. დავაი. დაი შეჭამე. ოპა, აბა ტრანსფორმაცია. ოპა, მაჰროგა გალურჩდა თო. შუაში თეთრია. აბა, იმენა. მოკლედ ხალხო დღეისთვის სულ ეს იყო. ანუ, events რაც შეეხება, კაი რაღაცები დამატეს, კარგია ლიმიტედი რო არის. იეტს რაც შეეხება, ნახოთ რა იქნება. მეტია ეგეც დრაგონებით overpower-ი არ იქნება. და რავი, დღეისთვის მოკლედ სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, ხშირად ვეცდები რომ შემოგთავაზოთ ესეთი ვიდეოები YouTube-ზე. კენდი იყო თქვენთან. დროებით.